რატომ არიან ხალხი ასე დამოკიდებული კაზინოზე და ნარკოტიკზე? ეს არის ძალიან მაგით უნდა მაგით დავიწყეთ ეს საუბარი და მაგით ალბათ რავოთ ფინალშიც კიდევაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სცენი, ურთულესი და უმძიმე სცენია. მოდი დავიწყოთ იქიდან რომ ჯერ პირველ რიგში დავიწყოთ ხა რომ ეს ადამიანები ჩვენგან არ უნდა გავრინოთ. პირველ რიგში რაც უნდა ვიცოთ რომ არ შეიძლება ადამიანს რო ხედავთ ეს ნარკომანია, ნოთია, მოთამაშია, ეს სტიგმა და არ უნდა ვაქცინოთ ეს ადამიანები არ უნდა რაღაცა ჩასახოლი ადამიანები არ არიან. საერთოდ არც ერთი ადამიანი არც ცოდვის გამო ჩასახოლი არ არის. და ერთ რამ უნდა იცოდეთ ცხოვრებაში ჩვენ უნდა ვუძულდეს ცოდვა და არა ადამიანი. მე ჩვენ ვუძლები წარმოდგინეთ ჩვენ ვიღებთ ყველანაირი ცოდვილ ადამიანს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი ცოდვილ ადამიანთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ეკლესია არის იმისთვის, რომ ცოდვილს უმკურნალოს და ცოდვილს უშველოს. ესა პირველ დანიშნულება ქრისტე რომ მოვიდეს რაღაცა თქვა ქრისტე რომ მე არ მოვედი ჯანმრთელებისთვის, მე მოვედი ცოდვილებისთვის, რომ ცოდვილებს დავეხმარო, იმიტომ ცოდვის სატვირთად მოვედი, რომ ცოდვა ვიტვირთო. ანუ ადამიანი შენ რო ხედავ რომ შენი მეგობარი ესე მძიმედ არის რაღაცა, ხელი კი არ უნდა ყავ და დაეხმარო, მაგრამ მეორე მომენტია, მეორე რაღაცა ემართებათ ხოლმე. ადამიანები ჩაყვებიან ადამიანს ამ ყველაფერში, არ უნდა ჩაყვე ადამიანს. არ უნდა ჩაყვე ამ ყველაფერში და არც უნდა აყვე ამ ყველაფერში. არც უნდა ჩაყვე და არც უნდა აყვე ამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მე შეიძლება მასთან ურთიერთობა შენ შეიძლება დაგაზიანოს. ეს არის ერთ-ერთი დღეს ჩვენ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემა, რაც დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს. რაც ჩვენ ამაზე მძიმე პრობლემა დღეს ჩვენ არ აქვს. ახლა მგონელი ვარ ხომ რა ხსარებას ვიბარებ, ხო 1000 ადამიანს ვიცნობ, ყველას ვიცნობ თითქმის და დიდი უდიდესი პრობლემა ჩვენ ქვეყანაში აზარტული თამაშები და ნარკოტიკები.